გამარჯობათ. ახლა მე ვიმყოფები უძირო ტბაზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 3000 მეტრზე და თუ გინდა ნახო როგორ აღმოჩნდი აქ, მაშინ შეგიძლია უყურო ვიდეოს. ახლა მე განახებთ აქაურ ხედებს, ხოლო შემდეგ აქაურ კადრებს. ინებით. ულამაზესია აქაურობა. აი ქვევით კი ჩვენი ბანაკი. ამით იწყება დღევანდელი დღე. ახლა მე ვარ დიდუბეში, მივდივარ რაჭაში უძირო ტბის დასალაშქრად. აი ეს არის ჩვენი ტრანსპორტი, ვით უნდა წავიდეთ. და გზადაგზად შეგერთებით, ასევე გაგაცნობთ ამ ვიდეოში მონაწილე ადამიანებს. და მე მთავარი პერსონაჟი გზადაგზა აუცილებლად დაგიგვენდეთ. აი პირველი გაჩერება, ეს არის საჩხერე. ეს დავით კუკულაძე გეცნობათ პირველი ლოგიდან, ლაშა მაჭავარიანი, ეს ჩემი პირველი ლოგიდან. ჩეხეთის ჩემპიონი ამ შვეიცარიაში ბინები აქვს და მილიონერია და ლაშა მაჭავარიანი. ეს უბრალოდ ლაშა მაჭავარიანი. ველოდებით. აი აქ მინდა რომ თქვა რა. აჰა, ველოდებით სასწრაფო სეზონს და მანამდე ხურდებით პატარ-პატარა ლაშქრობებით და აგერ ეს უნგობის პაფი ჩემგან. აჰა. აი დავიძარით რაჭისკენ, შემდეგ გაჩერება იქნება თისძირში და იქიდან შეგერთებით. მოკლედ, ჩამოვედით, ახლა ვართ რაჭაში. უძირო ტბის ძირში ასე ვიტყოდი. აი best of 2. აი აქედან უნდა ავიდეთ, ბილიკი არის და ასე უნდა გავუყვეთ ბილიკს. პირველი ზარალი. საძილე ჩავდე ჩანთაში და ვერაფერს ვეღარ ვატყობ. კი, აქ ხალხი ემზადება. აი ახლა განახებთ ჩემ ჩანთას, რომელიც ძლივს გავტენე. ჩანთისთვის დიდი მადლობა ნიკა ასანიძეს. ასანიძე ნახარი მე გულში ხარ. და რავი რა, ყველაფერი ხოძეა, მზად ვართ და დაგიბრუნდებით რა. აი ეს ადგილია, სადაც უნდა ავიდეთ. ახლა ნელ-ნელა ხალხი მომზადება და დავადგებით ბილიკს. საკმაოდ დიდი ჯგუფი ვართ დაახლოებით 30 კაცამდე. კი, სწორად მახსოვს 30 კაცამდე. საკვარ. აი დავიძარით ახლა უძირო ტბისკენ. აი ეს ბილიკი უნდა გავიაროთ და აი ეს არის ჩვენი მარშრუტი. გვეძახის ბატონი ბაქარი. აი ბატონი ბაქარის დაიწყება ამათი ტუზული მეუბრებო. არა ბაქარის. არა ბაქარი. როგორ გავიწყეთ? აი ასეთი ბილიკია უძირო ტბამდე მიმავალი. ტალახით სავსე, სუდი ამინდები იყო ამ ხარის და წვიმა იყო მოკლედ. აი ფეხსაცმელები. პატარა გაუთვალისწინებელი შემთხვევა შეგვემთხვა. ან იმ ტელეფონი დაკარგა, თუმცა მიუხედავად ამისა მაინც ვაგრძელებთ მოძრაობას. ირა აქ ის ვენებს თუ არა ვეაშულა არ ვიცი. მოკლედ ძალიან ლამაზი ბილიკია. სუნწვანე და ულამაზესი ყველგან ხეა და მცენარეები რაც ძალიან კარგია. რაც მოქმედებს განწყობაზე და უფრო გვაძლევს мотиваციას რომ გავაგრძელოთ სიარული. ერთადერთი რასაც ვისურვებდი არის ის რომ შალი იყოს ბილიკი და ტალახის სერული არ გვიწევს, თუმცა ეს ამ ყველაფრის ნაწილია და არა უშავს გავუძლებთ. აგერ აქ ვახ მოდიან მოლაშქრეთა მთელი არმია. აღმარსია ერთხელ არ გასწორებულა, ჯერ დაახლოებით 10 წუთია უკვე დავდივართ და ჯერჯერობით არ გასწორებულა და მე მგონი არც გასწორდება. თუმცა ისეთი ლამაზი
ხედები უნდა ვნახოთ, რომ ეს ყველაფერი ამად ღირს. ეს არის ჩვენი რიგით პირველი გაჩერება დიდი ხნის. ჩამოვჯექით, წყალი დავლიეთ, თხილი შევჭამეთ და ნელ-ნელა ვემზადებთ ისევ წასასვლელად. ძალიან დამღლელია. ბატონო დავით, ხო თქვითხარით რამე. ეხლა შევცვლი და ვიტყვი რომ კომენტარებში დაწერეთ ვარ თუ არა ყველაზე მაგარი მოლაშქარი. ასეთი ლამაზი ხედებია და ეს мотивაციას გვაძლევს რომ გავაგზავნოთ მოძრაობა. დაბლიდან უფრო კარგად ჩას და კიდევ უფრო კარგებს დაგანახეთ. აქ ბაქარი რაღაც რაციებში რას ლაპარაკობს ერთი გამაგებინა. კაცმა არ იცის. მაჭო გითხარი რამე? დავიძრათ მეურებო. დავიძრათ. უთულესი დავალებო, მაგრამ ჩვენთვის მარტივია ეს. კი ძმა. დაგიბრუნდებით ალპური ზონიდან. აბა, გისმენთ. ბატონო ელენე, კი არა ქალბატონო ელენე. მინდა თქვა რომ საკმაოდ სირთულის გზა არის გამოსავლელი, ასე რომ უნდა იყოთ მენტალურად მზად ამისთვის. ხოლო ძალა რა თქმა უნდა ხარ გამოგადგებათ. მეგობრებო. ჩემი ჰაიკინგის ისტორიიდან ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული გზა არის, რომელსაც ახლა გავდივართ და კიდე ძალიან ბევრი დაგვრჩა გასავლელი და ასე რომ ადლობა ელა. ფერას კვიკოს. ჯერჯერობით მივდივარ. გაჩერდი გოგო. იბაზრე. ჯერჯერობით კარგად ვარ. ესეთი რთული, ძალიან რთული არ არის. წარმახვალ. კი, პატარაზე წვიმს. სასაცილებლები ყველა სასიბრეში გვაქვს. ხო. ამინდი გვიფუჭდება ნელა, თუმცა არ აღუშავს ყველაფერი. კარგად მიდის, საწვიმრები გვაქვს. და ყველაფერი გვაქვს. ჯოხები რატომღაც ყველას უხმარია. წკუა და ჯოხები დაითრიეს, თუმცა მე დავრჩა ასე უჯოხო და მეწევს ასე სიარული ჩემი ფეხების იმეზე, რომელიც მისრიალებს. მაგრამ არ აღუშავს. არ არსებობს აღმართი, რომელსაც დაღმართი არ მოყვება. იბაზრე. კაროჩე ხარ ხო ჯერ ნახევარიც კი არა, იმის ნახევარი არ გაგვივლია და ერთ-ერთი კი არა, ყველაზე ძნელი გზა მეგონი ასე კი გამივლია ჩემ ცხოვრებაში და გელი უნდა იყო და შეძლო ბოლომდე. არ ვიცი მე თუ შეძლო. შენო გზაში გარდავიცვალო, მაგრამ შენ ევერესტი არასულ ხარ ეთყობა ძმა. მაგზელებს გზას როგორც გითხარით უკვე. ჯერ ძალიან რთულია, თუმცა ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი chill, very fun. Peace and love, guys. 20-ზე? შენ? მარჯვენადად, მარჯვენადად. სუსტები ნებდებიან, დაიმახსოვთ, მე არ ნებდები, ფონდოს არ მომბოძი. რა ვიცი, ხალხი კვდება, არა და ძალიან მშვენიერი ტრასაა, ცოტა ტალახიანი, რთულია, მაგრამ რა ვიცი, ცოტა პოზიტივი ერო რა. კი არა და მეტი პოზიტივი ერო და ყველაფერი კარგად იქნება. გავაგზავნოთ სვლა. ახლა ამოვედით ალპურ ზონამდე და სულ რამდენიმე წამში დაგანახებთ ალპურ მდელოებს. ჯერჯერობით ასე გამოიყურება, რამდენიმე ნაბის გადავდგავ და ცოტა უფრო ზევით ავალ. და დავინახავს კიდე უფრო დიდ მდელოს. აი, ნელ-ნელა უკვე. ნელ-ნელა ხე ცოტავდება, მინდორი იშლება, შედარებით ბილიკი მარტივდება და უახლოვდები დანიშნულების ადგილს. როგორც ყოველთვის ულამაზესი. და არ ვახვალდებით. კი, უახლოვდებით. გითხარით რამე ლოგში ვართ. ჰაი. ნახევარი გზაც არ გაგვივლია. საუკეთესად ვარ. არა აქვს, გადავშევით. ყველა კურს მე როგორ მასწავლის ჩემი. აი ეს იყო ჩვენი ალპური მდელო ულამაზესი ხედებით. ახლა უნდა შევიდეთ აი ამ ტყეში, რომელიც საკმაოდ ახლოა და უკვე იმ ტყეს რო გავხსნებით, ალბათ სადაც წაროზე ვისვენებთ რა. და იქიდან დაგიბრუნდებით. ეს ჩემი ჯოხი. ეს მეხმარება მაგათ. კი, ახლა მომცალაშა, მაგრამ მაინც მეხმარება. აი ეს არის უკვე მეორე ალპური მდელო. აწესით უკვე მალე მივახლოვდებით დანიშნულის ადგილს. საშინლად დაღლილები ვართ. საშინელი ნისლი ჩამოწვა და ძალიან გვიჭირს ხილვადობა, თუმცა ჩვენ ყველაფერს შევძლებთ და ყველაფერი გამოგვია. დიახ, ზუსტადაც. აი ძალიან კაი ტემპით მივდივართ, უბრალოდ თავარია არ დაგვიღამდეს, რაც სავარაუდო არ მოხდება
და ხილვადობა ამაზე ნაკლებად აღარ ჩავიდეს რა ქვევით. ძალიან კარგი იქნება. ჩვენი სპონსორი Red Bull დამასპონსორი. აღარა დააგდო მე რა ის უნდა ვაბოილო. ამას შეხედეთ უბრალოდ რა ხედებია და რა ხედებში უიწევს სიარული. ცოტა კი ერთული ბილიკია და ძალიან ნამოთხულები ვარ და აი ფეხი დამის და ჩავარდები ხევში, მაგრამ ყველანაირ სიფრთხილის ზომებით ვცდილობთ ვიაროთ ფრთხილად. და ჯერჯერობით ასეც გამოდის ყველანი მაყოფილები ვართ, თუმცა ალლაჰი მაინც თავისას შვება და ვიფუჭებს საქმეს. ამოვედით შესვენება ორზე. მოდი და ახლა მივიცავთ რაღაცეებს, საგელაშა, ბიჭები აქ არიან, თეკლაქსის, ელა აქ არის. აი ამ ხედზე მივირთვით რა. მე აქ გავშკი დაკარავთ, აღარ ვაპირებო. ძალიან შორი გზა არის კიდე არჩენი და ძალიან რთული, მაგრამ კარგად. რამდენი დაგვრჩა გზა? რუის 20 წუთია. ბოლო 20 წუთში გავიარეთ ალბათ 200 მეტრი. გვანელებს ხალხი. მე რა თამბობია? სულ რამდენიმე წუთის წინ აქაურობა ისეთი მოღრუბლური და ისეთ ნისლში იყო. თუმცა რავი, ახლა მშვენიერი ამინდია. არც წვიმს, არც ქარია, არც თოვს. უბრალოდ გულს უხარია და დაფანტულია ეს ყველა გრუბელი ახალი. ეს წვერვალები გრუბელი დაგვიყვარეს. დღევანდელი დღის ავარი ღირსეს არის. აი ამას შეხედეთ მეგობრებო. ეს რომ წვერვალი არ ვიცი, მაგრამ ფაქტია ძალიან კარგად გამოიყურება. აქაური ბუნება და ხევის ძალიან გამოიყურება. მოკლედ, რა დაგვრჩა ახლა გეტყვი. აი ეს აღმართი, სადაც ხალხი დგას, აი იქამდე უნდა ავიდეთ. შემდეგ არის ერთი დაღმართი. შემდეგ არის დაახლოებით ამაზე უფრო დიდი აღმართი, ერთი რაც არის გეონდელი ყველაზე მაღალი წვერვალი, რაზეც ფეხს დავდგავთ. და მე უკვე გამოჩნდება უძირო ტბა. ასე რომ მე ახლა აქ დაგემშვიდობებით და დაგიბრუნდებით მეორე წვერვალზე, სადაც გამოჩნდება უძირო ტბა. კარგად. ახლა ვადგავართ ბოლო აღმართს. აი ეს აქ ჩასწრა. აი ეს წვერვალი უნდა გადავიაროთ. ამის მარცხნივ არის გორაკი და კლდეებს შორის უნდა ვიმოძრავთ. როგორც ხედავთ, ცოტა ნელდება. დაახლოებით ჩემი გამოთვლების მიხედვით ეს ნახევარსაათი დაგჭირდება იმ გორაკამდე, რომელიც მდებარეობს 2860 მეტრზე, როგორც ვთქვეს, კიდევმა. და იქიდან იმედია არ დამიღალდება და მოვასწრებ კადრების შეტანას. სამწუხაროდ დაგვაღამდა ეს ფანერების გარეშე გამოიყურება ახალობა აი ასე. რავი, დღეს სამწუხაროდ ვერ განახებ მიმწვერვლიდან ხეთს, თუმცა წამოწესას გადავიღებ და აუცილებლად განახებ იქიდან დანახულ ტბას. ახლა რავი, იქიდან გადაღებას აზრი არ აქვს. როცა ტბას როგორც გამოჩნდება რანაირ დაბანაკებას გამოვიდა გადავიღებ. სულ ცოტაც და ავიდით. დაახლოებით 50 მეტრი დაგვრჩა ალბათ სიმაღლეში რომ ავიწიოს და ეგ არის. უმაღლეს წვერვალამდე მივიდით, თუმცა სამწუხაროდ ნელა აქ არაფერი არ ჩანს საერთოდ. და ვერ შევძლებ რომ თუმცა გამოსვლისას აუცილებლად ამასოთ ამყოფს. აი ეს არის. ძალიან ამოვედით, ვახ, ტელეფონს ამოვიდა მე ირა თეკლავს პირველი ჯერჯერობით. მე პირველი ვარ და დაანჩემი ყველა მეორე მასთან გაიგე. აი, ეს პირველი, ეს მეორე, მე მესამეს გავუჯერდები როგორც თანდობალი კაცი. რა თანდობალი მე ამოვიდა. აი, რას ვაშიებში?
ნუ მოკლედ გამოვით ეს არის უმაღლესი წერტილი აქ ჯერჯერობით არაფერი არ ჩანს და წირავი და ბანაკებას გადავიღებ მეტი სხვა არაფერი არ გამჩნევს ოღონდ გავიმში და არ გავახსოვდა ვიგებსებს ესე ვეფესო ხედავთ და აქ დავბანაკები და ამას სავარ და გამოჩდება რა და მე ვფიქრობ რომ დღეს შევწყვიტო გადაღება და ხვალ დილით დავდივი დეკლარაცია და აი ახლა გავიგვიძე დაახლოებით ახლა 7-6 საათი რა ხედია აი ბიჭების გებიან და აგერ ირა რა შუპა რა არავში შემოვანიჭეთობა ნაოდე რავი რა ალბათ ჩავალთ ამ წელში არა ბაიდ რა მაგასაც გადავიკეთე რა ლამაზი რა თქმა ასე ნამდვილად არ ველოდი ბროლოდ 0 იყოს და ვარსკვლავი დაგვენახა ღამე კაი იქნებოდა რა მაგრამ არა უშესი ძალიან ლამაზია აი ასე გამოიყურება დილის 8 საათი უძირო ტბაზე ცოტა ჩამეძინა მაგრამ აიც გავიღვიძე ძალიან სუფთა წყალია ძალიან ლურჯია აი ესეც სილამაზე აქ ვემზადებით ნაირ რა პატარა საჭმელად აქ ბევრი მოლაშქრეა ბევრი დაბანაკდა და რა ვიცი რა კარგად იწყება დღევანდელი დღე ცხენის ნალი ირაკლი ლაშა ლუკა ანი ეტლა ბაქარი და დაგიბრუნდა აი ამოვედი კატიწვერას ძირში ეს წვერვალი მდებარეობს დაახლოებით 3500 მეტრზე ახლა მე ვიყოფები ალბათ 3000 მეტრამდე უნდა ვიყო ჩემი გამოთვლების მიხედვით ბანაკი კი 2700-800 მეტრზე მდებარეობს ნუ აქ მე მეტი არაფერი დამრჩენია აწი აღარ გავაგზელებ ფისკენ სიარულს და ნენელა ამ კლდეების გავლით ჩავალ ბანაკში და სავარაუდოდ ტბაში ჩავალ რა იმიტომ რომ ძალიან მომხოდავდა ახლა ცივი წყალი და აქ თუ არის სხვაგან საერთოდ უნდა იყოს ცივი წყალი აბა ქვევიდან დაგინახებით ის ეს კლდეების გავლი ცოტა საშიშია კამერით ამიტომ გავთიშავ ახლა სამწუხაროდ ამინდი ისე ვარ გამოვიდა და წვიმს ახლა მივიდეთ ავტობუსისკენ და ისე იგივე გზის გავლა მოგვიწევს აი გაგახედეთ ახლა ცოტა ფოკუსი გასწორდეს და აი გასწორდა რა ქვია მაგას საფულოია ყველა ვლაგდებით ახლა კარვებსაც ჩავდებთ თავის ჩანთაში და მზად ვართ რომ დავიზრათ თის ძირისკენ აი ტოვებთ აქაურობას ამ სილამაზეს ამ ულურჯეს ტბას მე და ბაიდა იქის ბიჭები და ვიძრებით ნელ-ნელა ავტობუსისკენ რომ წავიდეთ სახლებში გამისრიალდა ეს ტალახებია რა მაგრამ მაგრად სრიალს კიდე გამისრიალდა მაგრამ დავიჭირე ჩემი თავი კიდევ კარგი და ეჭვი მაქვს ბევრთვის სრიალებ კიდევ რამის ვახსიარული დამოვიწყო რაღაცა მივარდება ნაგვის ყუთი კი არა და პარკი დაიკიდე ნუ გზაგზა ერთი მინდა ის მწვერვალი განახოთ რომელზეც საუბრობთ თუმცა რო შეგვაღამდა და კიდე წავიქეც კაროჩე რა ხო და იმ მწვერვალიდან დაგიბრუნდებით და შემდეგ უკვე ალბათ უკვე ქვევით რა აი ეს მწვერვალია ბაი თქვი რამე მიყვარხართ გულში და ბაიდას გავუსპამეთ გულები აი ეს არის ის ადგილი რომელიც ვახსენე უკვე უძიროს ბილიკის უმაღლესი წერტილი აქეთან ხარ სრულიად დაფარულია ბურუსით და ნენელა ალბათ ამ თიდან გადმოვა და
აქაც დაეწევა. ეხლა ჩვენ უნდა გავიართ აი ეს ბილიკი, ესე. აი ხალხია, უნდა მივიდეთ იქ. ხო და უნდა მივიდეთ აი იქ, სადაც ხალხია. და ნელა ჩავიდეთ ავტობუსამდე. ყველა ძალიან გვინდა სახლში, ჩვენს საწოლებში და აბაზანებში. 100-ია კუკუ? 100. კი ბატონო, 100. და გავაგზავნებ გზას. ნახოთ. რას მოგვიტანს დღევანდელი დღე? არა კილას? ყოველთვის წყალს არ მოიტანს. ეგრეა. თურმე გუშინ ღამე რა ლამაზ მთებში მოვდიოდით და რა ბილიქს მოვუყვებოდით, თუმცა არაფერი არ ჩანდა და აი ახლა გამოჩნდა. რა ხედებია უბრალოდ დასანანია რომ ღამით უბრალოდ ვერ ხედავდით ამ ყველაფერს, თუმცა ახლა ხედავთ და კარგია. აი ესე უნდა ჩასრიალდეს ადამიანი ბილიკიდან. აქ ბევრი წაიქცა, просто ვერ გადავიღე სამწუხაროდ. აქ ვარ. დიდი შესაძლებელი გაშეებულები. დოშირატი მივირთვი. და ცოტა თვალებია გამოვიხილე რა. ახლა ერთ პროცესში დავსწრებით, დავისვენეთ ალბათ კიდე და დავიშურებით ავტობუსს. რავი, ალბათ ახლა გადასაღებ არც არაფერი არ რჩება. ის. ტალახებში. ამას მეტი შარვალი არ არის. არც შორტი დასვარე. ორი შარვალი წამოვიდა და ერთი მანჯიკას მომის. ერთ შორტს. ამით როგორ ჩავშდე მარშრუტში? გაიგეთ. ბაი, ტრაკი ვანახე. აჰა, ბაიდაც. აი გოგოების როგორ დასრულები არიან. დავიდა. ვირდა. რა ვიცი ავტობუსში დაგიბრუნე თავად, გამოდიოდა საერთოდ არაფერი არ შეიძლება. ფიქრები. და ავტობუსში დაგიბრუნები, სულამი საინტერესო შეიძლება მქონდეს. ზად, არის ჩალა. და ესე გეუბო. და აი ჩამოვიდით. ეს არის ბილიკი, სადაც ყველაფერი დაიწყო. მე და ნონაშა ბოლოები არ ჩვენს მერც მოდიან, უბრალოდ ჩვენმა მეგობრებმა გაგვასწრეს. ტალახებია, ნახეთ. ამ ტალახებში გვიწევდა მთელი ეს გზა, სიარული. შენი გამოვიდით, ხო? არის. მოკლედ ჩამოვედით, კი არა ჩავბარგდით. ჩატვირთულია უკვე ჩვენი ყველაფერი მარშრუტკაში და ველოდებით, რას ველოდებით? კი. ხო, აი ამ ხალხს ველოდებოდით, როდის ჩამოვიდოდნენ და რავი, იმედია მალე გავიზრებით. სავარაუდოდ ონში გავჩერდებით იმის რომ ჭამოთ, პატარა პური გავტეხოთ. და რავი რა. სასიამოვნო დღე იყო, ნამდვილად. ბაგარიცული იყო ძმაო, აი ეგ მეორედ აღარ წამოვალ მინიმუმ დიდი ხანი და მე არ ვიცი რა. არ ველოდი ესე ცირთულისმო და აი რავი რა, ვინც გამოუსველი სასტავი ხართ, მე არ გირჩევთ რომ ამით დაიწყოთ რა. მე რას გირჩევდით, იცით რომ აქ ტალახიან გზაზე არ წამოხვიდეთ, რა მშრალ გზაზე წამოვიდოდი კიდევ ერთხელ ხვალაც, მაგრამ ტალახიან გზაზე არა. მარტო ამას ვიყვიდე. აი ამ თავს რაც ჩანს, ის ერთული. მაქინან დავიწყე. ხო და აი ეგრე ბიჭებს ურბენიათ, ისე ჩამოსულან. გუშინ ესავიარეთ მაქსიმუმ ყოჩახ რა ყველა რაღაც მაგრამ აი რა ჯანდაბას დაფარავდი საათში 35 მინუტი იყო არა უნდა მოვიწყო ყველა ტაში დაუკარეთ ნამდვილად ბაიდას და კუკულას ეკუთვნის რაღაც ლიბილი ჩამოვიდით ბოლომდე ყოჩახ ბაქარას დაუკარეთ ტაში ბაქარი და ბაქარი აღვნიშნოთ ვლოგში ბაქარი გახლავთ სალაშქრო ტურების
ასეთი ჯგუფია Wanderer-ი, მისი დამფუძნებელია ეს კაცი და ამ კაცის წყალობით ვართ დღეს ჩვენ აქ და დიდი მადლობა ამას იგი ცოცხლები. ბაკარ. როდის და ამას სპონსორი ბაკარ. ხოდა ბაკარის ინსტაგრამის გვერდი იქნება აღწერაში. რამე თუ გაინტერესებს შეგიძლიათ მიწეროთ და ესეთ სალაშქრო ტურებს დაგიგეგმავთ ეს კაცი. მოკლედ მეგობრებო, ეხლა ჩვენი იო არჩევს შუსტებს, იმიტომ რომ ფეხსაცმელისველია და ძალიან დიდი ფეხსაცმელი აწვია ეხლა. დისკომფორტ. აი ფინანს მოვიდა. ფინა დაგვიქნია ხე. ფინა. დაგვიქნია ხე. ბლოგში იქნება. მოვედით რაჭაში საჭმელად და ონში საჭმელად. შუსტების ვიშოვეთ, გვანახე როგორ იქნება. თავისთვის კაი. ბიჭო, ისეთი ედა რომ მე ვერ აი აქ ისეთი აურზაური მოხდა. აი ეს ვერ გავიგე. რა არის იყო? ლობიანებს მივისმენთ რა თქმა უნდა, ისე ვერ წავიდეთ რაჭიდან. ჩემი სიყვარული საჭმელი. რა ისეთი არეულობა ხალხო, რა ვინმე ვერაფერი ვერ გავიგე. აწინ 25 კაცი ერთად არ წახვით არსად რა. Короче, აი ამ სასმისით გაუმარჯოს ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს ამ შეკრებაზე იყო. აი თქვენ სუპერლას ვინც აქაც გამიმარჯოთ და სულ მრავალ ტურებში გევლოთ და რომელ ტურებში გინდათ იმ ტურებში გევლოთ. აი ამ სასწაულს. ჩვენ გავიმარჯოთ. ეს ბლოგში ჩაისვას რა თუ შეიძლება. ვერ დალევი. ოპა, მაჭოდალია. ამა კახელი მაჭოდალია, დედოფლის წყაროში ბრუნდები შე. გეინაცვალო. ბაქარი ბეჭარი მაუზრაოდა. მადლობა. Короче, დაახლოებით ერთი 6-7 საათია გზავრობთ, აღარ შემიძლია სახლში ჯერ კიდევ არ მისულოთ. ალბათ 1 საათში მივალთ. სახლში გამელოდება. ყველანი კუტრები არიან, აღარ შეუძლიათ არავის. აი ხა ვირბინან ისას ხო რა. რო ჩავალ გადავიღებ იმ სარკესთან, სადაც ვასრულებ ხოლმე. გამაგდუც მავლუდმა. ჩამოვედით, ახლა ვართ დიდუბეში, ველოდებით ტაქსებს, რომ წავიდეთ სახლებში. თქვენ დიდი მადლობა ყურებისთვის და დაფასებისთვის. დაგიბრუნდებით შემდეგი ვლოგით. მაინც დავიჭირე. აი, აქ დაგემშვიდობებით. სული დატალახიანებული. ყველაფერი კარგი იყო, მომეწონა კიდე გავაკეთებდი ამ ყველაფერს.